რა კაცია ირაკლი კობახიძე გიფიქრიათ? მე მიფიქრია. მიფიქრია და ჩემეული ვერსიას მაქვს ამის დაობაზე. ირაკლი კობახიძე ჩემი აზრით არის FSB-ს რუსეთის სპეცსამსახურების ნომრიანი აგენტი. ირაკლი კობახიძეს ნომრიანი აგენტია, შალვა პაპუაშვილის ნომრიანი აგენტია, კახა კალაძე ქურდების აგენტიც არის და სპეცსამსახურებისა მამუკა მდინარაძე და კიდევ ბევრი ქართულ ოცნებაში უბრალოდ წვრილ ფეხობაზე ახლა ყურადღებას არ გავალახვილებ. მთავარი და უმთავრესი აგენტთა შორის აგენტი რომ ბიზინა ივანიშვილია, ეს გასაგებია, პერსონალურად მე ასე მგონია და დოკუმენტი გვაჩვენე რომ ირაკლი კობახიძეს რაღაცა ნიქნეიმი აქვს FSB-ს მიერ მინიჭებულიო თუ რომელიმე თქვენგანი მეტყვის, მე დაგცინებთ. გარდა იმის რომ ვერ გაჩვენებთ ამ დოკუმენტს, დაგცინებთ კიდეც, იმიტომ რომ გასული საუკუნის 40-იანი, 50-იანი წლებისაგან განსხვავებით, 50-იანი, 60-იანი, 80-იანი წლებისაგან განსხვავებით, რასაკვირველია, დავერბოვკება ან საკუთარ სამსახურში აყვანა KGB FSB-ს, არ სჭირდება ამა თუ იმ ქვეყანაში საკუთარი აგენტურისა, მაინც და მაინც ფიზიკურ ქაღალდზე ხელმოწერით და ნიქნეიმის მინიჭებით გაციფრებულია ყველაფერი, უმაღლესი ტექნოლოგიების ეპოქაში ვცხოვრობთ 21 საუკუნეში განსაკუთრებით და რა კლიჩკა ნიქნეიმი თუ რა დოკუმენტზე ხელმოწერა და ესეც რომ არ იყოს, ანუ რომ არც იყოს რაღაც FSB-ს აგენტი, ასე მაგალითად ირაკლი კობახიძე, არსებობს ესეთი სიტყვა გამოთქმა ქვიბონო, ანუ ვის სასარგებლოდ ქმედებ შენ, როდესაც ქმედებ და ირაკლი კობახიძე სულ მინიმუმ ქვიბონო სასარგებლოდ რუსეთის სასარგებლოდ ქმედებს, უკლებლივ ყველა მისი, ანუ 1%-ის გამოკლებით კი არა, უკლებლივ ყველა მისი საჯარო აქტივობა, როგორც პრემიერ-მინისტრისა, არის რუსეთის წისქვილზე წყლის დასხმა. კარგით, ამასაც თავი დავანებო. თქვათ, მე ვწდები ჩემს თეორიაში, ბევრი მეთანხმება, მაგრამ თქვათ, ვწდები ახლა. შეუცდომელი არც არავინა, თქვათ, ვწდები და თქვათ, ირაკლი კობახიძე არ არის რუსეთის აგენტი. მაშინ რა გამოდის? რა გამოდის და კი ბოდიშებ ცხადია კობახიძეებს ზოგადად. ოღონდ მას არ ვუბოდიშებ, კობახიძეებიდან ყველას ვუბოდიშებ, მისი და მისი მშობელი მამის, ან შვილებისა და მშობელი მამის. გარდა გამოდის რომ უკაცრავად რუსულისთვის ტუპოია, პირდაპირ მნიშვნელობით. ანუ ვერ გაჩუნა კი არ არის, ვერ გაკაჩა რაღაც იქ შეცდა, კიდევ იქ შეცდა, მაგრამ აი სწორი და ბიჭი გადადგა. უბრალოდ ჭკვა სუსტია. ტუპოია, ანუ ქართულად უკეთ ჟღერს, უფრო ლიტერატურული სიტყვა ჭკვა სუსტია. ირაკლი კობახიძე და ჭკვა სუსტობის თვალსაჩინოებებს აფრქვევს, გვაცნობს ის ყოველ დღიურ რეჟიმში. ეს ხო ფაქტია. აი მაგალითად, ტელეკომპანია იმედის ეთერში გამოსულა კობახიძე ჭკვასუსტი. და პროპაგანდისტური არხია, იცით თქვენ, დასანქცირებული, გაუბედურებული მენტალურად, კონცეპტუალურად რაღაც ამორალური, ძალიან მნიშვნელოვანი ამორალური არხია, უზნეო არხია. აი ხო, ასე ვამბობთ ხოლმე რომ მორალზე არ უნდა ვილაპარაკოთ. მორალი მაინც ინდივიდუალურია. მაგრამ დადგა დროება ისეთი რომ სწორედაც რომ მორალზე უნდა ვილაპარაკოთ არც თუ იშვიათად და უნდა ვთქვათ ხოლმე რომ აი ის არის ამორალური პირი, ამორალურია, ესა თუ ის საჯარო პირი, უზნეო კაცია და როდესაც ბევრნი არიან ამგვარი უზნეოები, ხო, ეს ავტომატურად ხელისუფლებაში, ხო, ავტომატურად გადმოვრცელდება ხოლმე ქვეყანაზეც, გვინდა ეს თუ არ გვინდა და აი მორალურ სახეს ინარჩუნებს ქართული საზოგადოება ჩვენი ქვეყნისა. რუსთაველის გამზირზე რუსთაველის ხალხი დგას. და აი რუსთაველის გამზირზე იქ შიგნით პარლამენტში თუ კიდევ უფრო ზემოთ ინგოროყვაზე ევროპაში არის ძერჟინსკის ხალხი, ხო? და რაღაც ბოლშევიკები, ნეობოლშევიკები და ამორალურები, მოკლედ რა ბევრ რამეს რო სჭამენ ისეთები. ირაკლი კობახიძეც მათ შორის არის იმ შემთხვევაში თუ ის FSB-ს აგენტი არ არის. ენახეთ ამ პროპაგანდისტურ არხზე ირაკლი კობახიძეს უთქვამს შემდეგი რამ და დაგიდასტურებთ, დაგისაბუთებთ, რომ ირაკლი კობახიძე ყველაფერთან ერთად არის უზნეო და ამორალური კაცი.
მოლდოვის ფეხს ციტირებ. მოლდოვის ფეხზე დაყენებას ამ პატარა ქვეყნის ხომ ამბობენ, რომ მოლდოვასთან ყველაფერი კარგად აქვთ. მოლდოვის ამ პატარა ქვეყნის ფეხზე დაყენებას არ სჭირდება არაფერი, რა ფულსაც ხარიან სხვა მიმართულებით. რა ფულსაც იხდიან მაგალითად უკრაინის ომის დაფინანსებაში, ხო? სტილი დაცულია, ამიტომ მე გიბოდიშებთ, მე კი არ ვამსაუბრობ ასე, არამედ ირაკლი კობახიძე როგორც საუბრობს, ისე საუბრობ მე, ისე გადმოგცემთ მე. ეს რო ავიღოთ, იგივე ფული რომ დაეხარჯათ უკრაინის აღორძინებაზე თავის დროზე, აი ვიდრე ეს ომები დაიწყებოდა, ხო? უკრაინა დღეს იქნებოდა ბოლომდე წელში გამართული ქვეყანა. ანუ აქ რთულ თანწყობილ წინადადებებთანაც არ აგვაქვს საქმე. გარდა იმისა, რომ ამორალური კაცია, ირაკლი კობახიძე უზნეო. ხო, გარდა ამისა, მე ესე მეტყველებდა თენგიზ კიტოვანი. ცოტა უკეთაც შეიძლება. აქ ვერ ნახავ პრაქტიკულად შემასმენელს, სმნას და ნახავ აი ბევრ რაღაც ისე წინადადებას, რომელიც საერთოდაც საჭირო არ იყო ამგვარი წინადადების წარმოთქმა. სტილი მოკლედ დაცულია, მაგრამ კარგით ეს არ არის პრობლემა. ნახეთ, მთავარი პრობლემა არის ის, რომ ამბობს შემდეგ რამეს. ახლა უკრაინის დაფინანსებაში რო თანხას ხარჯავენო, იგივე ფული რომ დაეხარჯათ უკრაინის აღორძინებაზე თავის დროზე, აი ვიდრე ეს ომები დაიწყებოდა, ხო, უკრაინა დღეს იქნებოდა ბოლომდე წელში გამართული ქვეყანა, რაც არსებით იტყვილი. ანუ იმ შემთხვევაში თუ FSB-მ, მოსკოვმა, ლუბიანკამ არ დაავალა ირაკლი კობახიძის მსგავსი აზრის განვითარება და მსგავსი წინადადების წარმოთქმა, იმ შემთხვევაშიც კი არის უზნეო და ჭკუასუსტი კაცის ნათქვამი. რო დაეხარჯა თანხა დასავლეთს უკრაინაზე ვიდრე ომამდე. რუსეთი თავს არ დაესხმებოდა. აი ირაკლი კობახიძე რომ ამბობდეს, რომ უკრაინა რომ შეაიარიღებ. უკრაინისათვის მეტი იარაღი რომ მიეწოდებინა, მე ვერ წარმოვთქვი ახლა ეს სიტყვა, დასავლეთს. ამ შემთხვევაში უკრაინა მეტად ეფექტურად დაიცავდა საკუთარ თავს. ეს რომ ეთქვა ირაკლი კობახიძეს, კიდევ დამაჯერებელი, კიდევ სწორი იქნებოდა. მაგრამ უკრაინის ეკონომიკაში ფული ჩაედო დასავლეთსო, ეხლა რო ხარჯავსო თანხასო, უკრაინის ეკონომიკაში რომც ჩაედო თანხა დასავლეთს, თუმცა ჩადო რასაკვირველია, ანუ უკრაინა არ იყო მთლად წყალწაღებული და დასავლური ინვესტიციებისაგან თავისუფალი დასავლური ინვესტიციები არ მიღებული ქვეყანა, მაგრამ მეტი ჩაედო, ამ შემთხვევაში რა უკრაინას არ დაესხმებოდა თავს რუსეთი. ჩვენ ხომ აპრიორი ვიცით, რომ სწორედ ასეა, კობახიძის გარდა და ივანიშვილის გარდა ყველა მიცის, გონი დინარაძემაც იცის, გვიმალავს უბრალოდ, რომ რუსეთია დამნაშავე და პირიქით უკრაინის შეიარაღებაში მეტი თანხა უნდა ჩადებულიყო თავის დროზე ბაირახტარები თუ რა ერქვა ხო ბაირახტარების და არა მხოლოდ ჯაველინები და არა მხოლოდ რასაკვირველია დასავლეთს უნდა მიეცა ბაირახტარი არ უნდა წარმოებით თქვა ეს იარაღი ალბათ კი არა ნამდვილად. ეხლა ნახეთ გადმოდის მერე საქართველოსზე და აი აქ უშვებს ეს ჭკუასუსტი კაცი სტრატეგიულ შეცდომასაც გასაბათილებელს თქვენთვის, თორე მე ისედაც ვიცი. რომ ასეა, რასაც ეხლა გეტყვით. ფული რომ დაეხარჯათ რეალურად საქართველოსზე. საქართველოს ფეხზე დაყენებას არაფერი სჭირდებოდა. სჭირდებოდას ამბობს, კაპიკები იმასთან შედარებით რა ფულის იხარჯება დღეს მაგალითად უკრაინაში ომის დაფინანსებაზე, ისევ და ისევ უკრაინა გაჭირა. მე მინდა აგიხსნათ რა თანხა დახარჯა დასავლეთმა ზოგადად და თუ გნებავთ მე ჩავშალოთ ამერიკის შეერთებულ შტატებმა და ევროპამ ცალ-ცალკე საქართველოსზე დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, ანუ 91-92 წლებიდან. ოფიციალურად რაც არის ცნობილი, ანუ აქ არ იგულისხმება სახელმწიფო გრანტი, ცალკეული ტექნიკური დახმარებები, რომელიც ბუნებრივია, ფულში კონვერტირდება და ასე შემდეგ. აი ფულით, თანხით, რაც დაგვეხმარა ამერიკის შეერთებული შტატები კონკრეტულად, არის 6 მილიარდ 500 მილიონი დაახლოებით. ამ ყველაფრის გარდა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაახლოებით 4 მილიარდი დოლარი გამოყო უკვე ომის შემდგომ პერიოდში საქართველოსთვის. გარდა ამისა, ამერიკის შეერთებული შტატები დაგვეხმარა უფასოდ, ანუ თავად დააფინანსა, უფასო არაფერი არ არსებობს, სათაგურში არ არსებობს
თხილი ხო თბორზე. C ჰეპატიტის ელუმინაციის პროგრამაში COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში უამრავ ტექნიკური პრობლემის აღმოფხვრაში ტექნიკური დახმარებები უცხებებს დაეხმარა ეკონომიკის სამინისტროს, ინფრასტრუქტურის სამინისტროს და ასე შემდეგ და ასე. ჩვენი ჯარი ფეხზე რო დგას, როგორიც არის ის მესმის რომ ასუსტებს ირაკლი კობახიძე, მაგრამ როგორიც არის, ან როგორიც იყო, როგორიც არის ნაწილობრივ და როგორიც უნდა იყოს. ეს არის თავიდან ბოლომდე, ანუ 88%-ით კი არა. 99%-ით და 1% ჩვენი დამსახურება აცხადია. ჩვენის შექმნილი ჯარი, ჩვენს მიერ შექმნილი, ჩვენს ქვეყანაში არის ამერიკელების დაფინანსებული მხარდაჭერილი. ამერიკელებმა უფასოდ ასწავლეს, ესეც ხო ფულია, თავისი ფული დახარჯეს, ანუ ასობით სამხედრო ოფიცერს. სამხედრო პირს, მომავალ სამხედროს. ამერიკის შეერთებულ შტატებში უმაღლეს სასწავლებლებში. ამერიკელებმა ასობით სტუდენტს ზოგადად ეხლა სამხედროების თავი დამანებოდა. მაგალითად ბიოლოგებს, მომავალ ბიოლოგებს. ასწავლეს უფასოდ უმაღლეს ამერიკულ სასწავლებლებში. ესეც ხო ფულია. 2008 წელს ამერიკელები რო შემოვიდნენ ხმელთაშუა ზღვარო პრაქტიკულად გამოარღვია მე-6 ფლოტმა. ესეც ხო ფულში უნდა კონვერტირდეს თუ მაინც და მაინც დათვლამდე მივიდა. საქართველოს სახელმწიფო გადაარჩინა, რასაკვირველია ქართულმა საზოგადოებამ. რასაკვირველია ქართულმა ჯარმა. ყოველგვარი მაგრამის გარეშე. აგრეთვე საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ, რომელმაც სწორად და მართებულად იმოქმედა. სწორი კომუნიკაცია აწყო ერთ ქვეყანასთან, მეორე ქვეყანასთან, მესამესთან, მეოთხესთან, მეხუთესთან, მეექვსესთან, მეშვიდესთან. მეშვიდე ამერიკის შეერთებული შტატები, თურქეთთანაც, მერვესთან. და სხვებთანაც, უბრალოდ არ ჩანს ბევრი როლი, ბევრი ქვეყნის როლი, იაპონიასთანაც კი გაგიკვირდებათ და უბრალოდ ეხლა ეს ძალიან ვიწრო წრეებმა იციან ამის თაობაზე, აქედან გამომდინარე არაფერს ვიტყვი და აღარ გავხსნით ჭხილებს. მათ შორის შეერთებულ შტატებთან. ამერიკელები შემოვიდნენ ბოსფორის სრუტიდან, ხმელთაშუა ზღვიდან საქართველოში და ეს იარაღი ხო მიუშვირეს რუსეთს და უთხრეს და ესეც ფულია რომ აქ ვერ შემოხვდეთ. ეს ამ ოპერაციას ქვია სამხედრო ჰუმანიტარული ოპერაცია და ჩვენ ვიცავთ საქართველოს. ეს უთხრეს ამერიკელებმა. მართლა პამპერსი კი არ შემოუტანიან და წყალი. გარდა ამის ამერიკელებმა ჩაკეტეს, ესეც ფულია, ჩაკეტეს საქართველოს საჰაერო სივრცე, ესეც ფულია. და აი ეს ჭკუასუსტი, ასე უნდა დავარქვა ირაკლი კობახიძე, თავისუფლებას აძლევს, გამექცა ეს ნუსი, მაგრამ მივაგნებ, თავისუფლებას აძლევს, რომ ილაპარაკოს, რომ მეტი ფული უნდა ჩაედოთ ამერიკელებს საქართველოში. ხო, საქართველოში მეტი ფული უნდა ჩაედოთ ამერიკელებს. მათ შორის საქართველოს თავდაცვის უნარიანობის გაძლიერებაში. სამწუხაროა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების რამდენიმე ადმინისტრაცია 90-იანებიდან თუ გნებავთ ასე ვიტყვი, თუ გნებავთ სხვაგვარად ვიტყვი. ვერ გრძნობდა თავდაცვის უნარიანობის გაძლიერების აუცილებლობას ამა თუ იმ ქვეყნისა, მათ შორის უკრაინისა, მაგრამ ახლა ამერიკელებს ან ზოგადად დასავლეთს უსაყვედურო, რომ შენ რატომ მეტი ფული არ ჩადე ჩემს ეკონომიკაშიო და საერთოდ ეკონომიკა ახსენო ამ კონტექსტში, როდესაც რუსეთი გავეშებული ქვეყანაა და ხელფეხს უაზროდ იქნევს და ატომური ბომბი შეიძლება, ბირთვული ბომბი შეიძლება გამოიყენოს, მართლა შეიძლება გამოიყენოს, ხო? ეკონომიკაზე ყურადღების აქცენტის გადატანა არის უზნეობა ყველაფერთან ერთად. ვით უფრო უკრაინის კონტექსტში, ანუ უკრაინას ახლა რატო ეხმარებითო? უკრაინაში მანამდე უნდა ჩაგედოთ თანხო, აგძელებს. ფული რო დაიხარჯათ რეალურად საქართველოზე, საქართველოს ფეხზე დაყენებას არაფერი სჭირდებოდა და სანამდვილეში არ ნახეთ ეს უმზაკრულესი წინააღმდება, უმზაკრულესი ამავე დროს ჭკუასუსტისა და თუ ჭკუასუსტი არ არის, აირჩიოს თავად. თუ ჭკუასუსტი არ არის ირაკლი კობახიძე, მაშინ FSB-ს აგენტი გამოდის და მე თუ მკითხავთ, FSB-ს აგენტობა უარესია, ალბათ მაინც ბოლომდე არა ვარ ამაში დარწმუნებული. მაგრამ აი ეს ჭკუასუსტობაც არანაკლებ მძიმე შეცდომა კი არა დანაშაული. სინამდვილეში არავინ არ დახმარებია ბოლომდე, რასაც ქვია რეალურად ჩვენს ქვეყანას მთელი ამ წლების განმავლობაში. სტილი და როგორც ვრცელდება სააგენტოში, სტილი დაცულია. მე ხა შემიძლია წარმოვთქვა ეს სიტყვები.
დამოუკიდებლად იმისა არ დავამთავრებ იქ მართლა იმ სკროლობას სკრინვის მაშ მტყუნის აი ესე შემიძლია თქვა ხო კიდე უამრავ სისულელეს სიგიჟეს ლაპარაკობს რასაკვირველია ირაკლი კობახიძე საქართველოს მთავრობის თავმჯდომარედ წოდებული პირი და არ ამახვილებს ყურადღებას იმ მართლაც რეალურ პრობლემებს ხო ბოდიში აღარ უზნეობაზე ჩამოვარდა საუბარი გეხსოვებათ თქვენ ყველას დედაქალაქში და არა მხოლოდ ირაკლი კობახიძისა და არა მხოლოდ სხვათა ინიციატივითაც და ასევე თავიანთი პიარშიკების ინიციატივითაც გამოიტანეს ამგვარი საარჩევნო პლაკატები დანგრეული უკრაინა ასე მაგალითად ეკლესია მონასტრები უმრავლეს შემთხვევაში თუმცა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაც იყო იქ და დანგრეული ინფრასტრუქტურა და აღორძინებული ან არსებული და აღორძინებული საქართველოს ვიზავი შესაჯიბრებელი ეკლესია მონასტრები ახლა ეჩორის ლავრაც ზიმის მდგომარეობაშია არ გამოვრიცხავ რომ უკვე შემდგომ არჩევნებზე როცა იქნება პეჩორის დანგრეული ლავრა გამოიტანონ თითქოს ეს პეჩორის დანგრეული ლავრა იყოს უკრაინელთა პასუხისმგებლობა თითქოს რუსებს არ დაეკრიათ აცხადი არ ვურჩევ მათ მე არც არაფერს მაგრამ ისე თქვენ დააფიქრდით ერთ საკითხზე განსაკუთრებით ქართული ოცნების მომხრეები ამორჩევლები გამოიტანენ თუ არა ისინი რუსეთის დანგრეულ ინფრასტრუქტურას საკუთარ საარჩევნო პლაკატებზე და დაადარებენ თუ არა საქართველოს აღორძინებულ თუ არსებულ ინფრასტრუქტურას და თუ უკრაინა გამოაქვთ რუსეთი რატო არ გამოაქვთ რუსეთში რა არ დანგრეულა აი პეტერბურგში არ მოხდა რაღაც აფეთქება ომსკში პეტერბურგში მოსკოვში რაღაც სხვაგან და სხვა ურალს იქით ურალს აკეთ არა რასაკვირველია მე მათ არ ვურჩევ რომ გამოიტანა რომც ურჩიო ხო არ გამოიტანენ მაგრამ მაინც ანუ მე ამით იმის თქმა მინდა რომ უზნეოები არიან უზნეოები და აი ესეც ირიბით ვინთ არ ეცხვის მათ შორის ვინთ არ ეცხვისთვის ესეც რუსული ისიც რუსული გზავნილი მესიჯი იყო ამ თმაპუწუწა ჭკუასუსტისა ეხლა თქვენ თუ გონიათ რომ ეს შეურაცხყოფას ვაყენებ არ არის ეს შეურაცხყოფა ეს არის ფაქტის კონსტატაცია მე უბრალოდ აღნიშნავ რომ ის უკეთეს შემთხვევაში ჭკუასუსტია მან დაირჩიოს პრინციპში მაგრამ და უარეს შემთხვევაში ფსბ-ს ჩვენთვის არაფერი იცვლება იმიტომ რომ ამგვარი ტიპები მოსაცილებლები არიან ხო ეხლა აი ამ ჭკუასუსტს ანუ ირაკლი კობახიძეს უთქვამს რომ 2012 წელსაც ისინი ანუ ოპოზიცია იყვნენ აგენტურა ნახეთ აგენტურა როდესაც ამ სიტყვას იშველიებს ხმარობს ირაკლი კობახიძე ცხადია გულისხმობს რომ ოპოზიცია იყო აგენტურა თუ არის აგენტურა დასავლეთისა თუ ვინმეს აგენტია დასავლეთი არ არის შედის სახელმწიფოს მტერი თუ ვინმეს აგენტია ხო არის სწორედაც რომ რუსეთის აგენტი არის შედის სახელმწიფოს მტერი რუსეთი არის შედის სახელმწიფოს მტერი და მე უკვე აგრძელებს ესე იგი ამ აგენტურის წინააღმდეგ ესე გამოდის ანუ დასავლეთის წინააღმდეგ შემოვიდა პოლიტიკაში ივანიშვილი და ჩაუტარა ჭადრაკის პარტია ხო მე ვეთანხმები ამას დიახ საჭადრაკო პარტია ჩაუტარა რუსეთმა საქართველოში დასავლეთს ივანიშვილმა საქართველოში დასავლეთის ჭალებში აგენტურას ანუ იმ ადამიანებს იმ პოლიტიკოსებს რომლებიც საქართველოს მოდი სხვაგვარად ვიტყვი დასავლეთის და შესაბამისად საქართველოს ინტერესებს იცავდნენ კითხვა მაქვს მოდის ვიხდი აღარ ჩავიკითხოთ ამ უგვანი კაცის სიტყვები არ გაგაცნოთ სულხან საბა ორბელიანი დასავლეთის აგენტი იყო კითხვა მაქვს იცით თუ არა თქვენ რომ სულხან საბა ორბელიანი სვეტიცხოვლის აი ჩვენთვის სათაყვანებელი სვეტიცხოვლის ეზოში თმითა და წერით ითრიეს მაშინ აი ეს ღვთისმოსავი და ძალიან მასშტაბური კაცი ისიც თუ არა რომ სულხან საბა ორბელიანს დააწვევინეს მაშინდელმა ქართველებმა ანუ ისეთი რამ უთხრეს და უკნეს რომ სულხან საბა ორბელიანმა დაწვა ბიბლია მე რაღაც ლეგენდას კი არ გიყვებით რეალურ ისტორიას გიყვებით ისიც თუ არა თქვენ რომ წლების არა მეტი 10 წლეულების არა მეტი საუკუნეების განმავლობაში ისეს დევნიდნენ რუსთაველს ისეს დევნიდნენ ვეფხისტყაოსანს
ჩვენ რეალურად მართლა არ ვიცით ვინ არის ავტორი ამ უზარმაზარი მასშტაბის აი წარმო არც ერთ კოდს რო არ აქვს საკითხული ან რაღაც ხუთს აქვს საკითხული სანახევროდ ამ უზარმაზარი მასშტაბის პოემისა იცით მაშინდელი ირაკლი კობახიძეები აკეთებდი ირაკლი კობახიძე არის კარგით ერთ მაგათაც დავანებოთ თავი ირაკლი კობახიძე არის გარსევარ ჭავჭავაძესაც ვერ შევადარებ გულახდილად გეტყვით იმიტომ რომ გარსევარ ჭავჭავაძე მოაწერა გეორგიევსკის ტრაქტატს ხელი ოღონდ მონარქის ერეკლე მეორის გადაწყვეტილებით და ბრძანებით ირაკლი კობახიძე არის იასე ფალავანდიშვილი ასე გეტყვით ირაკლი კობახიძე არის არსით თორე სხვაგვარს ატარებს რა საკვირველია და ვინც ის და იმაზე უკეთესადაც აქ კიდოვანზე უარესად ლაპარაკობს რაც წავიკითხე ყოველ შემთხვევაში მაგრამ ვინც ის და იმაზე უკეთესადაც ლაპარაკობს აი მიხა ცხაკაიაზე მართლა ან ის მამია ორახელაშვილზე და სერგო ორჯონიკიძეზე და სხვებზე რატომ მხოლოდ ირაკლი კობახიძე ესენი ყველანი პრაქტიკულად ხალხო სიმეტრეში ვართ რამ უნდა ვიღონოთ რამ გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ რამ უნდა ვიმოქმედოთ მოვიმოქმედოთ დაფლეთილია ჩვენი ხა ეს ძალიან პოეტურად მოგეჩვენებათ შესაძლოა და რაღაც პათეტიკურად მაგრამ დაფლეთილია ჩვენი სახელმწიფოებრივი სხეული დაფლეთილია ყოველი წამი ბიძინა ივანიშვილისა და მისი ქვემდებარეების ხელისუფლებაში ყოფნისა არის დამატებითი დაფლეთვა ჩვენი სახელმწიფოებრივი სხეულისა სოფლიოში არსებული კრიზისები ცალკეული ჭკვიანი სახელმწიფოებისათვის აჩენს შესაძლებლობებს ხსნის გარკვეულ პანჯრებს, ღიობებს ტოვებს, კარს ხსნის, კარს ფართოდ ხსნის აღებს. და მეც შესაძლებლობას აძლევს. აი სომხეთმა მაგალითად ეს შესაძლებლობები მეტწილად ან გარკვეულწილად გამოიყენა, დაშორდა ქვეყანას, რომელთანაც ფლირტი კი არა, ამისი რაღაც ოჯახი ქონდა შექმნილი. ფლირტი კი არ ქონდა ოდენ, არამედ ოჯახი ქონდა შექმნილი, უსეც დაშორდა. ჩვენ პირიქით დაავუახლოვდით აი ამ ბანდიტების, ჭკვასუსტი ფსბ-შტიკების თუ მეგონა ესე დავარქვა. მათი გამოისობით რუსეთის ფედერაციას. ის კი ეს რუსეთის ფედერაცია კი მარადიული მტერია. ანუ ვიდრე არის ასეთი და სხვა ფორმაციის რუსეთს ჩვენ უბრალოდ არ ვიცნობთ, პრაქტიკულად არ ჩვენ არ ვიცნობთ ყოველ შემთხვევაში. არც არასოდეს არ შეაებულა რეალურად. მაგრამ აი ვიდრე არის და შესაბამისად ვიდრე არის, რუსეთი იქნება შენი მტერი თუ სხვა ფორმაციის არ გახდა. აი სხვა ფორმაციის როდის გახდება ველიკო რუსული დერჟავიზმით შეპყრობილი დაავადებული რუსული სახელმწიფო, ხო? ეს ღმერთმა უწყის. ახლა